წლების განმავლობაში რუსეთს შეეძლო ბალისტიკური რაკეტების უპირატესობით უკრაინაზე ბატონობა. ეს რაკეტები უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ცვიოდა. მაგრამ ვითარება იცვლება და პუტინის ბალისტიკური უპირატესობა მალე მტვერად იქცევა. უკრაინასა და ევროპას გეგმა აქვთ. გიგანტური გეგმა, რათა აიგოს გაუვალი ფარი, რომელიც რუსულ რაკეტებს გზაზე აჩერებს და პუტინის ამბიციებს გამოუსწორებლად ასუსტებს. დაცვა მოდის. მაგრამ ნამდვილი ამბავი შეიძლება ის იყოს, რომ ეს არის დაცვა კოალიციის მეშვეობით, რომლის შექმნასაც პუტინი არასდროს ელოდა. მაისის 12-ის თავისი ხალხისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინამ ოფიციალურად შექმნა კოალიცია რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ერთად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული იმ ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი წარმოადგენს. ეს ამბავი გავრცელდა მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრა გაიმართა. და ამ კოალიციიდან მიღებული შედეგი შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკრაინამ თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. ჩვენ თანმიმდევრულად წევთ წინ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო შესაძლებლობების წარმოების საკითხს ევროპაში. ჩვენ ვქმნით ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო კოალიციას, განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში და დაამატა. ახლა შედეგთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? შეხვედრა, რომელსაც ზელენსკი გულისხმობს, კიევში გაიმართა და მასში უკრაინის 13 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა, ასევე ნატოს გენერალური მდივნის ოფისის წარმომადგენლები. ბოლო ნაწილი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კოალიციაში 12-ზე ცოტა მეტი პარტნიორია ჩართული, ის ფაქტი, რომ ნატოს წარმომადგენლები გაგზავნა, ნიშნავს, რომ ორგანიზაცია, რომელსაც 22 წევრი ჰყავს, ძალიან დაინტერესებულია იმით, რასაც უკრაინა ამზადებს. დიდი ალბათობით უკრაინის ახალი კოალიციის ბევრი წევრი თავადაც ნატოს წევრია. და ის, რასაც ისინი ერთად შექმნიან, შეიძლება ებასაბოლოდ გამოიყენოს ორგანიზაციამ, რომელსაც ძალიან აინტერესებს რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება. რაც შეეხება იმას, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კონკრეტულად, ზელენსკიმ არ თქვა. თუმცა შეიძლება ბევრს ნიშნავდეს ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ თავისი მიმართვის შემდეგ მაშინვე გაფრინდა რუმინეთში, ბუქარესტის ცხრიანის შეხვედრაზე. ეს არაფორმალური გაერთიანება დრო და დრო იკრიბება, რათა განიხილოს, როგორ შეიძლება გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა. რუმინეთი, რა თქმა უნდა, წევრია, ისევე როგორც ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიტვა, ბულგარეთი და ჩეხეთი. შეიძლება თუ არა, რომ ამ ცხრის შეხვედრა დაიგეგმა იმისთვის, რომ უკრაინამ დამატებითი განხილვები გამართოს თავისი ახალი ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის შესახებ. შესაძლოა. ზელენსკი ამ ვიდეოს შექმნის დროს სულ ახლახან ჩამოვიდა რუმინეთში, ასე რომ როცა თქვენ ამას ნახავთ, შეიძლება უკვე მეტი ვიცოდეთ. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ უკრაინა ატალებებს პარტნიორობებს, რომლებიც როგორც ჩანს მიმართულია შემდეგი თაობის საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნისკენ, რაც აუცილებელი იქნება ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო ფარისთვის, რომელიც უნდა დაიცვას როგორც მისი ტერიტორია, ასევე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ტერიტორია, რომელიც პუტინისგან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. Firepoint, რომელიც არის ცნობილი Blomingo Strong კრუიზული რაკეტის ჰიბრიდის მწარმოებელი და რომელმაც უკრაინის სიღრმისეული დარტყმის სტრატეგიას ახალი სიცოცხლე შესძინა, ამ პარტნიორობების უმეტესობის ავანგარდში დგას. The Kiev Post იუწყება, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ თავდაცვის კონტრაქტორებთან ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაქმნელად. ეს ახალი თავდაცვის სისტემები შეიძლება მთლიანად შეცვალოს რუსეთის რაკეტებით გაჯერებული შორ მანძილზე გათვლილი სტრატეგია. საბოლოოდ ეს შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ძვირად ღირებული გადამჭრელი რაკეტის შემცვლელის შექმნა. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმაზე, რაზე მუშაობს Firepoint, რადგან კომპანია ბუნებრივად ცდილობს თავისი საქმიანობა მაქსიმალურად საიდუმლოდ შეინახოს, რათა შეამციროს შანსი, რომ რუსეთმა შეიმუშაოს საპასუხო ზომები იმაზე, რასაც ის თავის პარტნიორებთან ერთად ქმნის. თუმცა კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დენის სტიელემანმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სისტემაზე, რომლის გაშვებაც სავარაუდოდ 2027 წელს იგეგმება, ითხოვინება Reuters-ი. ამ ხელმძღვანელის თქმით, მიზანი მარტივია: Patriot-ის გადამჭრელი რაკეტის ევროპული ალტერნატივის შექმნა. თუ შევძლებთ, რომ მისი ღირებულება $1 მილიონ ნაკლები იყოს, ეს საჰაერო თავდაცვის სფეროში თამაშის წესებს შეცვლის, განაცხადა ხელმძღვანელმა და დაამატა. ჩვენ გეგმავთ პირველი ბალისტიკური რაკეტის შეკეტის შეჩერებას 2027 წლის ბოლოს. საგულისხმოდ ამერიკაში წარმოებული პატრიოტის რაკეტები უკრაინის მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება. მაგრამ პატრიოტის ჩაუნგდები რაკეტების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი ფაქტობრივად აცარიელებენ იმ ქვეყნების ბიუჯეტებს, რომლებიც მათ ყიდულობენ. BBC-ის მიხედვით, ერთი პატრიოტის ბატარეა დაახლოებით $1 მილიარდი ღირს, ხოლო თითოეული რაკეტა, რომელიც ამ ბატარეებიდან ისვრის, დაახლოებით $4 მილიონი ჯდება. უკრაინას უბრალოდ არ შეუძლია ასეთი ხარჯების გაწევა, როცა რუსეთი თითქმის ყოველდღიურად უშვებს რაკეტებსა და დრონებს მის ტერიტორიაზე. ფასის საკითხი პრობლემას წარმოადგენს, როცა ტრიოდზე ხარ დამოკიდებული. და კიდევ ერთი პრობლემაა, რომლის გადალახვაც უკრაინას სურს თავისი ახალი ანტიბალისტიკური თავდაცვის კოალიციით, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება ASHT-ს, მას შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს უკრაინის ახალ ანტიბალისტიკური თავდაცვის კოალიციაში. საკუთარ გამოსვლაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ASHT-შუსთან ერთად მუშაობს საჰაერო თავდაცვის საკითხზე. რას ნიშნავს ეს?
ზელენსკი არ დააკონკრეტა, მაგრამ შესაძლოა აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და ელოდება, შეძლებს თუ არა Firepoint-ი შექმნას უფრო იაფი Patriot-ის ალტერნატივა. ეს თავისთავადაც ძალიან ღირებული იქნება, მაგრამ თუ ეს ახალი რაკეტა ასევე თავსებადი იქნება არსებულ Patriot-ის სისტემებთან, უკრაინა შეიძლება იქცეს საჰაერო თავდაცვის სფეროში თამაშის შემცვლელად, რომელსაც ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნება, ვიდრე მხოლოდ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ერთი რამ ცხადია, ამ კოალიციის გამოცხადება უკრაინისთვის უკეთეს დროს ვერ მოხდებოდა. 11 მაისის ანგარიშში RBC უკრაინამ გაამჟღავნა, რომ უკრაინა თითქმის ამოწურავს Patriot-ის გადამჯერი რაკეტების მარაგს, რადგან რუსეთი აგრძელებს ქვეყნის დაბომბვას ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ უკრაინის ბევრ მოკავშირეს არ სურს საკუთარი რაკეტების მარაგის გადაცემა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზად არის გადაიხადოს ამ რაკეტებში. ამჟამად უკრაინაში მხოლოდ რამდენიმე საბაზისო Patriot-ის ბატარეა მუშაობს და Pearl Initiative, რომლის მეშვეობითაც ევროპული ქვეყნები უკრაინის სახელით შეიარაღებას აშშ-დან ტიტულობენ, არ უზრუნველყოფს იმ რაოდენობის იარაღს, რაც უკრაინას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. იგივე წყარომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი კვლავ იწყებს ბირთვული მუქული მუქარების გაძლიერებას, იმ დროს, როცა ის რუსეთის სტრატეგიული ძალების გაფართოებას აცხადებს. სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ფიქრი მას შემდეგ მოუწია, რაც აშშ-მ ანტიბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ხელშეკრულება კონკრეტულად აშშ-ს და რუსეთს ეხება, მაგრამ ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი რიტორიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გაზრდას აპირებს, გარდაულად ცუდი ამბავია უკრაინისთვის. ის ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინმა ასევე ახსენა რუსეთის ორეშნიკის რაკეტა, რომელიც ჰიპერსონიკური ბალისტიკური რაკეტაა და ბოლოს იანვარში გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზია უკრაინისთვის. ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს საშიში რაკეტა შეიძლება ბირთვული კობინებით აღიჭურვოს. ეს ფაქტორიც კი საკმარისია, რომ უკრაინა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს და ყველა შესაძლო თავდაცვითი საშუალება გამოიყენოს. რადგან ვლადიმირ პუტინი, რომლის მცდელობები მანიპულაცია მოახდინოს გარშემო არსებულ სამყაროზე, მარცხ ხდება, სულ უფრო არასტაბილური და საშიში ხდება. რუსეთის მუქარებისა და რიტორიკის მიღმა უკრაინასა და მის ანტისარაკეტო კოალიციას ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტის აშშ-სგან გამიჯვნაში. და ეს ისევ გვაბრუნებს იმ მეორე პრობლემასთან, რომელიც პატრიოტებთან დაკავშირებით ადრე ვახსენეთ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, მცირე შენიშვნა. თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა იდეალური დრო-დროა დააჭიროთ ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი არხის სხვა ვიდეოები. მოდით პატრიოტებზე. რა არის ნამდვილი პრობლემა ამერიკის პატრიოტის ჩამომგდები რაკეტების ფასის გარდა? პრობლემა შეიძლება სამი სიტყვით შევაჯამოთ. ოპერაცია ეპიკური რისხვა. როდესაც აშშ-მ დაიწყო ომი ირანთან, მან ეს გააკეთა იმის ცოდნით, რომ ირანი უპასუხებდა დრონებისა და რაკეტების შეტევებით, როგორც სპარსეთის ყურეში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო გემებზე, ასევე მის მეზობელ ქვეყნებზე. ზუსტად ასე მოიქცა ირანი. და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო ამერიკის მთავარი დაცვა ირანის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ. გაზეთ ინდეპენდენტის მიხედვით, პენსილვანიაში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, რომ მხოლოდ აშშ-მ გამოიყენა დაახლოებით 325 პატრიოტის ჩამომგდები რაკეტა, ოპერაცია ეპიკური რისხვის პირუსპირველ 86 საათში. როდესაც სპარსეთის ყურის ქვეყნების თავდაცვასაც დაამატებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. 4 დღეში 943 პატრიოტის რაკეტა იქნა გაშვებული. მას შემდეგ, რაც ოპერაციის ის საწყისი დღეები გავიდა, კიდევ უფრო მეტი პატრიოტის რაკეტა იქნა გამოყენებული და ეს არის მთავარი პრობლემა უკრაინისთვის. თუ აშშ-ში თავის პატრიოტის რაკეტების მარაგს ამოწურავს, უკრაინა ვეღარ შეძლებს ამ რაკეტების მიღებას, რომლებიც მის საჰაერო თავდაცვას სასიცოცხლოდ სჭირდება. ზელენსკიმ უკვე გაუსვა ხაზი წარმოების შეფერხებას, რომელიც ასეთი სერიოზული პრობლემაა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ თვეში 60-დან 65-მდე პატრიოტის რაკეტას აწარმოებს, რაც 780 წელიწადში მაქსიმუმ შეადგენს, თუ ზელენსკის მონაცემები სწორია. ზელენსკი ასევე ამტკიცებს, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ დღეს 803 პატრიოტის რაკეტა იქნა გამოყენებული. ნიშნულობა არ აქვს უკრაინის პრეზიდენტი მართალია თუ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი. თავარი ისაა, რომ რამდენიმე დღეში 1 წელზე მეტი პატრიოტის წარმოება დაიხარჯა. იგივე ანგარიში, რომელსაც ინდეპენდენტი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ აშშ-მ უკვე გადაისროლა პატრიოტის რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა ახლო აღმოსავლეთში, 20 მარტისთვის. და საიდან მოვიდა ეს რაკეტები? ძირითადად აშშ-ს ბაზებიდან ევროპაში, რომლებიც მათზე იყვნენ დამოკიდებული საკუთარი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. უეცრად ბევრად უფრო გასაგები ხდება, რატომ ერიდებიან ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის მის მეტი პატრიოტის რაკეტის გაგზავნას. მათ უკვე დაკარგეს დიდი რაოდენობის რაკეტები, რომლებიც ტექნიკურად მათ მარაგებში იყო. თუნდაც ეს რაკეტები აშშ-ს ეკუთვნოდა და ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი თავდაცვის კიდევ უფრო შესუსტებას უკრაინის დახმარებით. ამასთან ეს სიტუაცია ნათელს ხდის, რატომ შეძლო უკრაინამ 13 ევროპელი პარტნიორის ჩართვა ახალ ანტიბალისტიკურ კოალიციაში და რატომ მუშაობს Firepoint-ი ახლა ევროპულ თავდაცვის კომპანიებთან პატრიოტის ალტერნატივის შესაქმნელად. ევროპას ისეთივე სურვილი აქვს, როგორც უკრაინას, რომ თავი დააღწიოს აშშ-ს საჰაერო თავდაცვაზე დამოკიდებულებას. და ეს მხოლოდ ცუდს ნიშნავს პუტინისთვის.
არ ჩანს, რომ პატრიოტის სისტემების დეფიციტის პრობლემა მალე თავისით მოგვარდება. ASH-ის მთავრობამ Lockheed Martin-ს, რომელიც პატრიოტის ჩამთრელებს აწარმოებს, 4.7 მილიარდი დოლარის წინასწარი კონტრაქტი მისცა, რომ მეტი აწარმოოს. მეტი. მაგრამ ეს მხოლოდ 1175 რაკეტას ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ BBC-ის ინფორმაციით, თითოეულის ფასი 4 მილიონი დოლარია. თუნდაც Lockheed Martin-მა შეძლოს ამ რაკეტების წარმოება 1 წლის განმავლობაში, ეს ვერ მოაგვარებს იმ ყისიერ დეფიციტს, რაც ახლა არსებობს. და ფაქტობრივად მხოლოდ ASH-ის მარაგის შევსება იქნება. შესაძლოა რამდენიმე რაკეტა სხვებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. ASH უკ ასევე აყენებს პატრიოტის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას, რომელიც თავის პარტნიორებს დაფირდა. მაისის 13-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ASH-ში შვეიცარიას აცნობა, რომ დიდი ხნის ნანატრი პატრიოტების მიწოდება კიდევ უფრო გადაიდებოდა ირანში მიმდინარე ომის გამო. შვეიცარიამ ეს სისტემები 2022 წელს შეუკვეთა იმ მოლოდინით, რომ მათ 2026-დან 2028 წლამდე მიიღებდა. Al Arabia English-ის ინფორმაციით, ეს ვადები უკვე 4 ან 5 წლით გადაიწია უკრაინის ომის გამო და ახლა კიდევ უფრო იწევს, რადგან ASH-ში ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პატრიოტის სისტემები შეინარჩუნოს. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და მის შემდეგ აღდგენის ჩადაჭერად, ხარდასაჭერად. და არა მხოლოდ ეს, შვეიცარიის მთავრობა ამბობს, რომ ASH-ში ახლა პატრიოტის სისტემების უფრო მეტ ფულს ითხოვს, ვიდრე მაშინ, როცა შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. ამერიკის ამ ნაბიჯმა შვეიცარია აიძულა ალტერნატიული მომწოდებლები ეძებოს, სადაც განიხილება სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, გერმანიისა და ისრაელის მიერ შექმნილი სისტემები. სავსებით შესაძლებელია, რომ შვეიცარია უკრაინის ახალ კოალიციაში აღმოჩნდეს, თუ უკვე არ არის. მთავარი ისაა, რომ უკრაინამ და მისმა ბევრმა ევროპელმა პარტნიორმა ვერ არ შეუძლიათ პატრიოტის სისტემებისა და რაკეტების სტაბილურ მიწოდებაზე დაკვრდნობა. საჭიროა ალტერნატივა და სწორედ ამას აპირებს ახერებს ახალი 13 ქვეყნის კოალიცია. აი რას ნიშნავს ეს მომავლისთვის, როგორც უკრაინაში, ისე მთელი ევროპის მასშტაბით. პუტინი ძალიან გაბრაზდება. ალბათ არ არის დამთხოვა, რომ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების რიტორიკა სწორედ იმ დროს გამწოლდა, როცა უკრაინამ თავისი ახალი კოალიცია გამოაცხადა. ახლა პუტინს უწევს გამკლავება იმასთან, რომ 13 ქვეყანა უკრაინასთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შეებრძოლონ იმავე საფრთხეს, რომელსაც ის იყენებს თავისი მტრების დასაშინებლად და დასამორჩილებლად. და არ შეგეშალოთ, რუსეთი წარმოადგენს დიდ ბალისტიკურ სარაკეტო საფრთხეს. იერაღის კონტროლის ასოციაციის მიხედვით, რუსეთს აქვს 19 სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტის უზარმაზარი მარაგი, რომელთაგან ზოგი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოარდა. რუსეთის მიერ ორეშნიკის გამოყენება უკვე გაშუქებულია, ხოლო მისი ისკანდერის რაკეტები უკრაინის ცაში ძალიან ხშირი მოვლენაა. ასოციაციის ინფორმაციით, ზოგიერთი ამ ბალისტიკურ რაკეტას შეუძლიათ 18000 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა, რაც მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნისთვის საშიშს ხდის, რომელიც რუსეთის არაკეთილ განწყობას დაემსახურებს. რუსეთი ამას კარგად იცის და აქტიურად იყენებს იმ საფრთხეს, რომელსაც მისი არსენალი წარმოადგენს. 2025 წლის ივნისში კიევის დამოუკიდებელმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ტემპი წინა 12 თვის განმავლობაში 66%-ით გაიზარდა, რაც სავარაუდოდ იმისთვის გაკეთდა, რომ რუსეთს შეენარჩუნებინა თავისი არსენალი და გაეგრძელებინა თავდასხმები უკრაინაზე. იმ დროისთვის უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი თვეში 60-დან 70-მდე ისკანდერემის ტიპის რაკეტას აწარმოებდა, ასევე 10-დან 15-მდე ჰიპერსონიკულ კინჟალის რაკეტას. ამ მაჩვენებლების ქვედა ზღვარია სწორედ ის, რაც 66%-იან ზრდას განაპირობებს. თუ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ავირებთ, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება თითქმის 89%-ით გაზარდა. რუსეთი მუდმივად ავითარებს ბალისტიკური რაკეტების ახალ ტიპებს, ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებს. 13 მაისს ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის განცხადებით, მან წარმატებით გამოსცადა ბირთვული კობინის ტარების უნარის მქონე ახალი ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მოსკოვის თქმით შესაძლოა 2026 წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევიდეს. რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარდალმა სერგეი კარაკაევმა პუტინს აცნობა სარმატის რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი გამოცემის ანგარიშის წინადრეს ჩატარდა. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა სიფრთხილე და სკეპტიციზმი. რუსეთი შეიძლება მხოლოდ ამტკიცებდეს, რომ გამოცდა წარმატებული იყო. მაგრამ ამ განცხადებას აკეთებს პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, რომელიც პუტინს ეუბნება იმას, რაც მას სურს მოისმინოს, რადგან ეს თავად ამ პირისთვისაა სასარგებლო. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე პუტინის ძალაუფლების დემონსტრირების მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ ევროპაში. უკრაინის მიერ შექმნილი და 13 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც ამ საფრთხის წინააღმდეგაა მიმართული, პუტინისთვის პირდაპირი გამოწვევაა. რუსეთის პრეზიდენტსაც არ გაახარებს ის სიმბოლური მნიშვნელობა, რაც ამ კოალიციას აქვს. პუტინის რიტორიკის დიდი ნაწილი სწორედ ევროპის გაყოფას ემსახურება. რუსეთის ლიდერის მთავარი სურვილია, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები იმდენად ჩაეფლონ ბიუროკრატიულ დაპირისპირებებსა და გაურკვევლობაში, რომ მათი თანამშრომლობა უკრაინასთან შეირღეს. როცა ის იგებს ისეთ ამბებს, როგორიცაა ქვეყნების უარი უკრაინისთვის პეტრიოტის ჩამჯერი რაკეტების მიწოდებაზე, იწყებს ფიქრს, რომ მისი გეგმები მუშაობს. როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი კოალიცია უკრაინის მხარდამჭერი პარტნიორებისა ერთად მუშაობს ნებისმიერ ინიციატივაზე, მით უმეტეს ისეთზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს უპირისპირდება, ის პანიკაში ვარდება. სიმბოლურად ეს კოალიცია აჩვენებს ერთობის იმ დონეს, რომლის განადგურებასაც პუტინი ცდილობს.
რაც კიდევ უფრო უარესია, ეს აჩვენებს, რომ კიდევ 13 ქვეყანა იმდენად ძლიერად სჯერა უკრაინის მომავლისა და სუვერენიტეტის, რომ მზად არიან ქვეყანასთან ერთად იმუშაონ ბალისტიკური რაკეტების გაუვალი ფარის შესაქმნელად, რომლის შექმნასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. ეს ფაქტი თავისთავად გზავნილია პუტინისთვის. უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ კიდევ დიდ ხანს იარსებებს და რუსეთს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის არა მხოლოდ თანასწორ პარტნიორად ყოფნა ასეთ კოალიციაში, არამედ ინიციატივის აქტიურ ლიდერად წარმოჩენა. ეს პუტინისთვის სრულიად განსხვავებულ გზავნილს აგზავნის, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ასრულებს ტრანსფორმაციას სახელმწიფოდ, რომელიც ადრე ძლიერად იყო დამოკიდებული პარტნიორებზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლა იქცევა იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია იყოს როგორც მიმღები, ასევე მიმწოდებელი იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც ანადგურებს რუსეთის ამბიციებს. უკვე მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკრაინას მიმართეს დახმარებისთვის საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში ან უკრაინასთან ერთად კიდევ უფრო შთამბეჭდავი იარაღის შესაქმნელად. ყატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყველა გააფორმეს 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები უკრაინასთან. მათ შეუძლიათ მიიღონ ხელში დრონების ჩამჭერი ტექნოლოგია. უკრაინა სანაცვლოდ მიიღებს საწვავს, ფულს და სამხედრო იარაღს. დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ შეთანხმდნენ ახალ დრონულ პარტნიორობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ორივე ქვეყანას მისცეს საშუალება მიიღონ მეტი იაფი საშუალება რუსეთის იარაღის წინააღმდეგ. 12 მაისს უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს განზრახულობის წერილს Brave Germany-ის დასაწყებად, რომელიც როგორც ჩანს, უკრაინის Brave One პროგრამის განშტოებაა. ამ შეთანხმების ფარგლებში უკრაინა და გერმანია ერთად იმუშავებენ ყველა სახის ტექნოლოგიის განვითარებაზე, უპილოტო სისტემებიდან დაწყებული ლაზერებით, ხელოვნური ინტელექტითა და რაკეტების ტექნოლოგიით დამთავრებული. ვლადიმერ პუტინს უნდა რომ დაყოს და იბატონოს, ხომ ასეა? როგორც ჩანს, ის ზუსტად საპირისპიროს აღწევს. უკრაინა თავად იქცევა იმ შემაკავშირებელ ძალად, რომელიც მთელი მსოფლიოს ქვეყნებს აერთიანებს და ამაზე უკეთესი მდგომარეობა ამ ქვეყნისთვის ახლა არ არსებობს. ყველა ეს შეთანხმება ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო კოალიციასთან ერთად გვიჩვენებს, რომ უკრაინა გახდა შეუცვლელი თავდაცვის პარტნიორი ევროპის და სპარსეთის ყურის, რეგიონის ყველაზე ძლიერ ქვეყნებთან. უახლესი კოალიცია მხოლოდ აისბერგის წვერია. შეუღწევადი ბალისტიკური რაკეტებისგან დამცავი ფარი, რომელიც შეიქმნება, უკვე საკმარისად გიგანტურია, მაგრამ რუსეთის პრობლემა მხოლოდ იწყება, რადგან უკრაინა ანაცვლებს რუსეთს როგორც სანდო თავდაცვის პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. და ყველაფერი, რაც პუტინს დარჩენია, არის უყუროს და უყვედონოს, რომ ახალი კოალიცია მალე შედეგებს არ მოიტანს. მაგრამ ჩვენ ნახეთ, რამდენად სწრაფად შეუძლია უკრაინას მუშაობა. ჩვენ ვდებთ ფსონს, რომ პუტინის იმედები ბევრად უფრო ადრე გაცრუდება, ვიდრე მას ჰგონია. რუსეთის პრეზიდენტს ვერც კი შეუძლია დაერთნოს თავის მარიონეტებს ევროპაში, რომ შექმნან ის დაყოფა, რაც მას სჭირდება. აპრილის ბოლოსკენ უნგრეთში მოხდა რაღაც მასშტაბური, რამაც კონტინენტური ძალთა ბალანსი კიდევ უფრო პუტინის საწინააღმდეგოდ შეცვალა. ვიქტორ ორბანი წავიდა, პეტერ მაჯარი მოვიდა. შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი პუტინისთვის, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავეცდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინის სამხედრო ძალად ჩამოყალიბების შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.